ადამიანი თავისი ცხოვრების 25 წელს ძილში ატარებს. მთელი 25 წელი ხრება სამყაროში, რომელსაც ვერც ჩვენ და ვერც მეცნიერება დღემდე სრულად ვერ ხსნის. კი, შეგვიძლია ტვინი ნეირონების დონეზე შევისწავლოთ და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აზრების ვიზუალიზაციაც კი მოვახდინოთ. თუმცა ძილის ნამდვილი როლი კვლავაც ბიოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ და ამოუხსნელ საიდუმლოებად რჩება. რატომ ქმნის ჩვენი ტვინი ყოველღამე მთელ სამყაროებს, რომლებიც რეალობაში არ არსებობს? რატომ არის სიზმრები, რომლებიც თითქმის ყველას ერთხელ მაინც უნახავს? არსებობს თუ არა ისეთი სიზმარი, რომელიც არასდროს არავის დაესიზმრება და რა ესიზმრება თუ სინათლეებს, რომლებსაც სინათლე არასდროს უნახავთ? ამ ვიდეოში სიზმრებთან დაკავშირებული ყველაზე უცნაური, იშვიათი და ამოუხსნელი მოვლენები შეგიკრიბეთ. დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ საკუთარ სიზმრებს უბრალოდ გონებაში გაჩენილ სურათებად აღარ აყიქვემთ და ამ ფენომენს სრულიად ახალი თვალით შეხედავთ. რა არის სიზმარი, რა ქვეყანა? საიდან მოდის? ამ სად მიდის? თითქმის ყველა ადამიანს უნახავს სიზმარი. როგორც წესი ის უნიკალურია და ჩვენს პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეფუძნება. თუმცა არსებობს ისეთებიც, რომლებიც ასაკის, ქვეყნის, ენისა თუ კულტურის მიუხედავად თითქმის ყველას ერთხელ მაინც უნახავს. შთაბეჭდილება იქნება თითქოს ადამიანები ერთმანეთთან ერთგვარი საერთო სიმბოლოების ქსელით არიან დაკავშირებული. თითქოს ეს ნიშნები თითოეულ ჩვენგანშია ჩაშენებული. უნდა აღინიშნოს, რომ აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ყველას ზუსტად ერთი და იგივე სურათები ესიზმრება. არამედ იმაზე, რომ შეიძლება განსხვავდებოდეს ადგილები, სახეები და დეტალები. მაგრამ სიზმრის სტრუქტურა, მისი ემოციური ჩონჩხი და მთავარი მოტივი თითქმის ყველასთან ერთნაირად მეორდება. მაგალითად, კიბესთან დაკავშირებული სიზმრები. ხშირად ნახევრად დანგრეული კიბე უსასრულო საფეხურებით. ასეთ სიზმარს როგორც წესი თანახლავს შფოთვა და შიში და გაღვიძების შემდეგ უფრო კოშმარივით გვახსენდება. მსოფლიოს სხვადასხვა ფორუმებზე ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ მსგავს ისტორიებს. ისინი სიზმარში კიბეზე ასვლას ან ჩამოსვლას ცდილობენ, მაგრამ ეს კიბე ან დანგრეული, ან უბრალოდ ქრება. ან აი კიდევ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიუჟეტი, როცა სიზმარში ვიღაც მოგდევს ან გვითვალთვალებს. ასეთი სიზმარი დედამიწაზე მაცხოვრებელი ადამიანების უმეტესობას ერთხელ მაინც უნახავს. მაგრამ რატომ მეორდება ეს მოტივი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ადამიანებში და რატომ იწვევს თითქმის იდენტურ ემოციებს? სინამდვილეში ყველაფერი ორ ძირითად მიზეზამდე დადის. პირველი შესაძლო ახსნა არქეტიპებია. სიმბოლოები, რომლებიც ტვინის უნივერსალურ ენად მიიჩნევა. ეს იდეა ცნობილმა ფსიქოლოგმა კარლ იუნგმა წამოაყენა. ის თვლიდა, რომ მსგავსი სიზმრები ყველას ესიზმრება, რადგან ყველას ტვინი ერთნაირად მუშაობს. ძირითადი ემოციები და ბიოლოგიური რეაქციებიც უმეტესად ერთნაირია. შიში, ზემოთ ასვლისკენ სწრაფვა, სიტუაციის კონტროლის დაკარგვის განცდა ან საფრთხის შეგრძნება. ეს ყველაფერი უნივერსალურია და ტვინი მათ გამოსახატად უნივერსალურ სიმბოლოებს იყენებს. ისეთ ნიშნებს, რომლებიც თითქმის ყველასთვის გასაგებია. ბევრის შემთხვევაში ასეთ სიმბოლოც სწორედ კიბე გვევლინება. მეორე შესაძლო ახსნა ეფუძნება მოსაზრებას, რომ სიზმარი უბრალოდ ფილმი არ არის. ის ემოციებია, რომლებსაც ტვინი ვიზუალურ სახეებად და სცენებად გარდაქმნის. ადამიანები ხშირად ელიან, რომ სიზმრებს რაღაც ლოგიკა ექნებათ და მათი მნიშვნელობის ამოხსნას შეძლებენ. თუმცა ტვინი სულაც არ ცდილობს თანმიმდევრული და ლოგიკური სიუჟეტის შექმნას. ალბათ შეემჩნევდით, რომ სიზმრები ძალიან არათანმიმდევრულად ვითარდება. ადგილები, ადამიანები და მოვლენები უცებ იცვლება. თითქოს ყველა ამბავი ჰაერიდან მოდის და როგორც წესი თითოეულ ასეთ ეპიზოდს ახალი ემოცია და შეგრძნება მოყვება. სიზმრის მთავარი ამოცანა ლოგიკური ისტორიის მოყოლა და ნანახის აზრის ამოხსნა კი არა, ემოციის განცდაა. ტვინი კონკრეტულ გრძნობას იღებს და მისთვის ყველაზე მარტივ და გასაგებ სიმბოლოდ გარდაქმნის. არქეტიპები ამ პროცესში შეიძლება ჟესტების ენას მივამსგავსოთ. როგორც მაშინ, როცა უცხო ქვეყანაში მყოფი ტურისტები სხვადასხვა ენაზე საუბრის მიუხედავად, ჟესტებით მაინც ახერხებენ აზრის გადმოცემას. ეს არის კომუნიკაციის ყველაზე მარტივი და უნივერსალური გზა. სწორედ ამიტომ მილიარდობით ადამიანს მთელ მსოფლიოში მსგავსი სიზმრები ესიზმრება. არა იმიტომ, რომ თითქოს ყველა ერთ მატრიცაში ვცხოვრობთ ან ყველას ერთნაირი ფანტაზია გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ტვინის ბიოლოგია, შიშები და სიმბოლოები დიდწილად ერთმანეთს გავს. ზღვა გინახავს? ცხადში? არა. ადამიანთა უმეტესობისთვის სიზმრები უპირველესად ვიზუალური გამოცდილებაა. ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ადგილებს, სახეებს, სფერებს და მოძრაობებს. ტვინი იმდენად მიჩვეულია ინფორმაციის მხედველობით გადაცემას, რომ გვგონია სურათის გარეშე სიზმარი თითქოს შეუძლებელია. მაგრამ მაშინ ჩნდება ბუნებრივი კითხვა. რა ხდება იმ ადამიანების გონებაში, რომელთაც ცხოვრებაში არაფერი უნახავთ? როგორია უსინათლო ადამიანების სიზმრები და საერთოდ ხედავენ თუ არა მათ? უსინათლო ადამიანებსაც ესიზმრებათ, თუმცა ეს ცოტა განსხვავებულად მუშაობს. თუ ადამიანმა მხედველობა მაგალითად 5 წლის ასაკში დაკარგა, ტვინს შეიძლება შემორჩეს ვიზუალური გამოცდილების მცირე არქივი. ასეთ შემთხვევაში სიზმარში ზოგჯერ ჩნდება ბუნდოვანი კონტურები ან სინათლის ლაქები. თუმცა ისინი სრულფასოვან სცენებს ვერ ხედავენ ისე, როგორც მხედველი ადამიანები. უფრო მეტად ეს გავს ფრაგმენტებს, არამკაფიო ბუნდოვან მოგონებებს. ხოლო მათთვის, ვინც დაბადებიდან უსინათლოა, სიზმრებში ვიზუალური ელემენტები საერთოდ არ არსებობს, რადგან ტვინი ვერაფრისგან ვერ ქმნის მთლიან სურათს. ასეთ ადამიანს არასდროს უნახავს ფერები, ხაზები ან ფორმები. შესაბამისად, მას არ გააჩნია მასალა, რომლისგანაც
რომელსაც რაიმე ვიზუალურ სურათს აწყობს. ამიტომ მათი სიზმრები მთლიანად შედგება ხმებისგან, ტაქტილური შეგრძნებებისგან, არომატებისგან და გარშემო სივრცის აღქმისგან. საინტერესოა ისიც, რომ უსინათლო ადამიანებსაც შეიძლება დაესიზმროთ ისეთი სიუჟეტები, რომლებიც ბევრისთვის ნაცნობია. მაგალითად, იგივე დანგრეული კიბე, ვარდნის განცდა ან დევნა. თუმცა მათ შემთხვევაში ეს ყველაფერი ვიზუალურ სურათად კი არ აღიქმება, არამედ ტაქტილურ და სივრცობრივ შეგრძნებად. მიზეზი იგივეა, რაც ყველა ჩვენგანისთვის. ემოციის გადმოცემა. არაერთი კვლევა მიუთითებს, რომ ძილი და სიზმარი საკმაოდ ღრმა პროცესია და მას ემოციების გადაცემა ვიზუალური ხატსახეების გარეშეც შეუძლია. სიზმარი არც მოდის, არც მიდის, ის გვეჩვენება სიზმარში გველანდება. ადამიანების უმეტესობა სიზმრებს ძილის თანმხლებ გვერდით მოვლენად აღიქვამს. დაიძინე ნახე რაღაც უცნაური ამბავი, გაიღვიძე და ნახევარის აღარ გახსოვს. მაგრამ თუ სიზმრებს უფრო ყურადღებით დავაკვირდებით, ნათელი ხდება, რომ ისინი ქაოსურად კი არ მუშაობენ, არამედ როგორც ერთგვარი სისტემა, რომელსაც თავისი წესები აქვს. ზოგიერთი მათგანი, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მსოფლიოს ყველა მაცხოვრებლისთვის ერთნაირად ვლინდება. ყოველ ღამე ტვინი ჩვენთვის ახალ სამყაროს აწყობს. ემოციებისგან, შემთხვევითი მოგონებებისგან და წარსული გამოცდილების ცალკეული დეტალებისგან. მაგრამ შეიძლება თუ არა სიზმარი სრულფასოვან სიმულაციად ჩაითვალოს, თუ აქ უფრო ნიუანსური მექანიზმია ჩართული. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ სიზმარში ზოგიერთი დეტალი, მაგალითად სარკიან ტელეფონი ხშირად ვიდეო თამაშის გრაფიკას წააგავს. უცნობი ადამიანები შეიძლება ახლობლებად და საერთოდ ახლო ნათესავებად აღიქმებოდნენ. ზოგჯერ კი სიზმარში თავს უბრალოდ დამკვირვებლად გრძნობთ. თუ ამ თავისებურებებს ერთად შევკრებთ, საეჭვოდ აშკარა გახდება, რომ სიზმარი ერთგვარი მინი სიმულაციაა, რომელსაც ტვინი საკუთარი შიდა რესურსებით ამუშავებს. სიფხიზლისგან განსხვავებით, სიზმარში ტვინი რეალობას ნულიდან ქმნის და არა უბრალოდ აღიქვამს. მოდით თანმიმდევრულად განვიხილოთ და დავიწყოთ ყველაზე დამაინტრიგებელი კითხვით. რატომ შეიძლება სიზმარში სრულიად უცნობი ადამიანი ახლობლად, მეგობრად ან ოჯახის წევრად აღიქმებოდეს? რეალურ ცხოვრებაში ჩვენ ადამიანს ძირითადად გარეგნობით ვცნობთ, სახით და სხეულის აგებულებით, მაგრამ სიზმარში ტვინი ადამიანებს ფუნქციების მიხედვით აღიქვამს. ის ვიდეო თამაშების ძრავის მსგავსად მუშაობს. არსებობს ერთგვარი მოდელების ბაზა, ყველა ის სახე, რომელიც ოდესმე გვინახავს. ამასთან ერთად არსებობს როლები, მშობელი, მეგობარი, ავტორიტეტი, საფრთხე, გამლველი და სხვა. რადგან სიზმრის სავარაუდო მიზანი ემოციის გადმოცემაა, ტვინი დიდად არ ცდილობს, რომ როლი და კონკრეტული პერსონაჟი 100%-ით დაემთხვეს ერთმანეთს. ამიტომ ხდება ხშირად, რომ თქვენთვის უცნობ პერსონაჟს ტვინი უკვე კარგად ნაცნობი ადამიანის როლს ანიჭებს. თუ პროცესს ტექნიკურად წარმოვიდგენთ, ჩვენ მონაცემთა ბაზაში, ანუ ტვინში, ინახება სხვადასხვა ადამიანების მოდელები. მაგალითად, მეტროში შემთხვევით ნანახი პიროვნებაც კი. პარალელურად არსებობს როლები, მაგალითად თანაკლასელი. ზოგჯერ ტვინი ამ როლს სხვა მოდელს ანიჭებს, რაც სიზმარში უცნაურ შეუსაბამობებს იწვევს. სიზმარში ადამიანის გარეგნობა შეიძლება ნებისმიერი იყოს, მაგრამ მისი ქცევა, ინტონაცია და პერსონაჟების საერთო განცდა კაცრად შეესაბამება იმ როლს, რომელსაც ტვინი ანიჭებს. რეალურ ცხოვრებაში იდენტობას გარეგნობით ვადგენთ, ხოლო სიზმარში იდენტობა თითქოს ნიშანია. ეს მიდგომა ტვინისთვის ენერგიის დაზოგვის გზაა. გადმოსცეს მთავარი აზრი ზედმეტი დეტალების დამუშავების გარეშე. სარკეებთან დაკავშირებული ფენომენიც მსგავსია. თუ სიზმარში საკუთარ ანარეკლს დააკვირდებით, ის შეიძლება იყოს სრულიად სხვადასხვანაირი, უცხო, დამახინჯებული, ბუნდოვანი ან საერთოდ არ გამოჩნდეს. ზუსტად ისე, როგორც ძველი თამაშების გრაფიკაში. ეს იმიტომ ხდება, რომ ტვინი ჩვენს გარეგნობას ერთ მთლიან სურათად არ ინახავს. ის მას ცალკეულ ფრაგმენტებად აღიქვამს. ჩვეულებრივ, მე უფრო განცდაა ვიდრე კონკრეტული ვიზუალური ფაილი ან ხატსახე. როდესაც სიზმარში ტვინი ანარეკლის, ასე ვთქვათ, დარენდერებას ცდილობს, მან ზუსტად არ იცის რა უნდა ჩასვას სარკეში, თანაც ანარეკლი შესაქმნელად რთული ობიექტია, რომლის გენერირება სიზმარში ძალიან რთულია. ჯერ ტვინმა უნდა გააცნობიეროს, რომ სარკეში გამოსახულება ანარეკლია და არა სხვა ადამიანი, რაც ლოგიკასა და ცნობიერებას მოითხოვს. სიზმარში კი ეს მექანიზმები ხშირად შეზღუდულია. ამასთან ერთად საჭიროა დეტალების, ჩრდილების და სიზუსტის დამუშავება, რაც ენერგიის დიდ ხარჯს მოითხოვს. ამიტომ ტვინი ქმნის გამარტივებულ ვერსიას, როგორც ვიდეო თამაშებში. მთავარია აზრისა და ემოციის გადმოცემა და არა ფიზიკური სიზუსტის შენარჩუნება ან რეალისტურობა. ახლა კი ყველაზე დამაფიქრებელი ნაწილი. თუ სიმულაციის მთავარი პრინციპის განმარტებას მოუძებნით, ერთ-ერთი პასუხი ასეთი იქნება. სიმულაციის მიზანია ხელოვნური, მაგრამ დამაჯერებელი რეალობის შექმნა, რომელიც ნამდვილს ძალიან გავს. დაფიქრდით, რამდენად გავს ეს აღწერა იმას, რასაც პრაქტიკაში ვხედავთ. სწორედ ამიტომ ამ ვიდეოს ფარგლებში პასუხი კითხვაზე შეიძლება თუ არა სიზმარის სრულფასოვან სიმულაცია ჩაითვალოს, ერთმნიშვნელოვანია. გარკვეული თვალსაზრისით დიახ.
სიზმარში რაოდენ არანორმალური და არარეალისტური სიუჟეტიც არ უნდა ვნახოთ, ჩვენ ყველაფერს ვიჯერებთ, მაგრამ თუ ტვინს შეუძლია ძილში მრავალფეროვანი შეგრძნებების სიმულაცია, მათ შორის ისეთებისაც, რაც რეალურ ცხოვრებაში არასდროს გამოგვიცდია, მაშინ რატომ ვართ დარწმუნებული, რომ ტვინი დღის განმავლობაში არაფერს ფილტრავს, არ ამარტივებს და არ გვაწვდის უკვე დამუშავებულ სურათს ენერგიის დაზოგვის მიზნით. შესაძლოა სიზმრებში ეს მექანიზმი უბრალოდ სრულიად ვლინდება. იქ ხომ არ არსებობს ფიზიკის მკაცრი წესები, აღქმის ჩარჩოები და სისწორის შეზღუდვები. თუ ტვინს შეუძლია ძილში მთელი სამყაროს სიმულაცია, რამდენად შესაძლებელია, რომ ის ჩვენს ყოველდღიურ რეალობასაც ნაწილობრივ მაინც თავად ქმნიდეს. თუ გვერდზე გადავდებთ ყველა ფსიქოლოგიურ მეტაფორას და საკითხს მკაცრად მეცნიერული კუთხით შევხედავთ, ძილი ბიოლოგიის ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ მოვლენად ითვლება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის სიზმრებს იწვევს ან ცნობიერებას დროებით თიშავს, არამედ იმიტომაც, რომ მისი ზუსტი ფუნქციები დღემდე სრულად არ არის შესწავლილი. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ძილის მსგავსი მდგომარეობები შეინიშნება ისეთ არსებებშიდაც კი, რომლებსაც არც ტვინი აქვთ და არც ნერვული სისტემა. წარსულში მეცნიერება მიიჩნევდა, რომ ძილი მხოლოდ ნერვული სისტემის მქონე ორგანიზმებისთვის იყო დამახასიათებელი. თუმცა რაც უფრო სიღრმისეულად იკვლევდნენ მეცნიერები ცოცხალ სამყაროს, მით უფრო ნათელი ხდებოდა, რომ ძილის შესაძლოა ბევრად უფრო ფუნდამენტური მდგომარეობა იყოს და პირველ ნეირონებზე გაცილებით ადრე წარმოშობილიყო. ეს გარემოება მეცნიერებს აიძულებს გადახედონ მათი მიდგომა ძილის მიმართ და შეისწავლონ ის როგორც ბევრად მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენა. შესაძლოა სიზმარი არა ტვინის და ნერვული სისტემის ფუნქციად, არამედ რთული სიცოცხლის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპად აღვქვათ. როცა ვამბობთ ძილი, ჩვეულებრივ წარმოგვიდგება ადამიანი, რომელიც გარე სამყაროსგან დასასვენებლად ითიშება. მაგრამ ბიოლოგიაში სიტყვა ძილი ცოტა სხვა რამეს ნიშნავს. ეს არის გარე სამყაროსგან გათიშვის განმეორებადი მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი ამცირებს რეაქტიულობას და აქვეითებს გარე სტიმულებზე რეაგირებას. თუ ფართო სურათს შევხედავთ, მსგავსი ციკლები თითქმის სიცოცხლის ყველა ფორმას ახასიათებს, მისი სირთულის დონის მიუხედავად. მაგალითად, ზღვის ღრუბლები დედამიწაზე ერთ-ერთ უძველეს ცხოველებად მიიჩნევა. მათ არ აქვთ ტვინი ნეირონები ან სენსორული რეცეპტორები, თუმცა მათში დაფიქსირებულია აქტიურობისა და პასიურობის მკაფიო ციკლები, რომლებიც ძილს ძალიან წააგავს. ზოგიერთი მედუზის სახეობაც მსგავს სურათს აჩვენებს. ღამით მათი ორგანიზმი გადადის მდგომარეობაში, როდესაც ისინი ნაკლებად რეაგირებენ საკვებზე ან წყლის მოძრაობაზე. თუ ასეთ მედუზას გამოვაღვიძებთ, მისი რეაქცია შენელებულია, ისევე როგორც ადამიანის შემთხვევაში, როცა შუაღამით გააღვიძებენ. მცენარეებიც ღამით ცვლიან მეტაბოლიზმს, კეცავენ ფოთლებს, არეგულირებენ უჯრედებში წნევას და გადადიან რეჟიმში, რომელიც ბიოლოგიური კრიტერიუმებით ძილის ანალოგად შეიძლება ჩაითვალოს. აღარაფერს ვამბობთ ზოგიერთ ბაქტერიაზეც. მიუხედავად მათი უკიდურესი სიმარტივისა, ისინი პერიოდულად გადადიან დაქვეითებული აქტივობის, ენერგიის დაზოგვის რეჟიმში, რომელიც ძილის მსგავსია. ყოველივე ეს გვაიძულებს ძილს სრულიად ახალი კუთხით შევხედოთ. თუ ტვინისა და ნეირონების არ მქონე ორგანიზმებიც კი აჩვენებენ ძილის მსგავს მდგომარეობას. აშკარაა, რომ ძილი მხოლოდ ნეირონების გადატვირთვას არ ემსახურება. თუ ის შესაძლოა ტვინზე ძველიც კია, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბევრად უფრო ფუნდამენტურ ამოცანას ასრულებს. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი. იმის გასაგებად, თუ რატომ გჭირდება ძილი, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, შეიძლება საჭირო იყოს არა მხოლოდ ბიოლოგიაში, არამედ რთული სისტემების ფიზიკაში ჩახედვა. არსებობს ერთგვარი უნივერსალური თვისება, რომელიც ფაქტობრივად ყველგან გვხვდება. ნებისმიერი სისტემა, რომელიც მრავალი ურთიერთქმედითი ელემენტებისგან შედგება, პერიოდულად გადადის ქაოსის მდგომარეობაში, რათა შემდეგ ამ ქაოსიდან განახლებული და უფრო სტაბილური წესრიგი შექმნას. ეს პროცესი ყველგან გვხვდება: პლანეტების ატმოსფეროებში, კლიმატურ სისტემებში, ქიმიურ რეაქციებში, ეკონომიკურ ბაზრებზე და ეკოსისტემებში. როდესაც სისტემაში ერთდროულად ბევრი ელემენტი ურთიერთქმედებს, დროთა განმავლობაში გროვდება ხმაური და რომ არ დაინგრეს, სისტემამ პერიოდულად უნდა გაათავისუფლოს დაგროვილი გადატვირთვისგან. ასეთი გათავისუფლება ხშირად გავს სტრუქტურის დროებით დაკარგვას. თითქოს მოკლე დაბრუნებას ქაოსში, მაგრამ ქაოსი ამ შემთხვევაში განადგურებას კი არა, დაგროვილი შეცდომების გადატვირთვას ნიშნავს. ამ პროცესს არახაზოვანი თვითორგანიზაცია ეწოდება. ეს ლოგიკა მეორდება ყველგან, სადაც არის სიცოცხლე, ენერგია და ურთიერთქმედება. ახლა ვნახოთ, რამდენად გავს ეს ძილს. ყოველდღიურად ჩვენს ორგანიზმში შემოდის უზარმაზარი რაოდენობის სიგნალები, სტრესები და ურთიერთქმედებები. ნებისმიერი რთული სისტემა, რომელიც მუდმივად აქტიურია, დროთა განმავლობაში ამ ქაოსის დაგროვებას იწყებს. თუ ეს დაგროვილი ხმაური არ განიმუხტება, სისტემა უბრალოდ დაზიანდება. შესაძლოა სწორედ აქ ჩნდება ძილი, უძველესი მექანიზმი, რომელიც ორგანიზმს დროებით იგივეს უკეთებს, რასაც ქაოსი ეკონომიკას. ანუ დროებით გადაჰყავს ნაკლები სტაბილურობის მდგომარეობაში, რათა შემდეგ უფრო სუფთა და მოწესრიგებული
განსხვავებული ფორმით აღადგინოს. ამ თვალსაზრისით, ძილი შეიძლება ევოლუციის უცნაური შედეგი კი არა, არამედ ნებისმიერი ცოცხალი სისტემის ჩაშენებული ფიზიკური მექანიზმი იყოს. თუ გამორთვა შეუძლიათ იმ არსებებსაც, რომლებსაც ნერვული სისტემის მსგავსი არაფერი არ გააჩნიათ, მაშინ ძილი მხოლოდ ტვინს ან ნეირონებს არ ეხება. ის სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნებას ემსახურება ნებისმიერ სისტემაში, რომელიც მილიონობით ურთიერთქმედებადი ელემენტებისგან შედგება. რას ფიქრობთ ამ იდეაზე? აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. არ დაგავიწყდეთ არხის მხარდაჭერა, მოწონებით და გამოწერით. მადლობა რომ უყურეთ და მომავალ შეხვედრამდე.